ქართული ოცნება ამბობს, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშიაო. მოგესალმებით და ოლიგარქის პარტიის ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული ზეგავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამაში სამთავრობო მედიებიც ეხმარებიან. დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესება და საქართველოს პროგრესი. პროვის მიხედვით 10 წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 50 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ოლიგარქიზაცია ღრმავდება. ეს ადასტურებს ერთ რაღაცას, რომ 2012 წლის შემდგომ სახელმწიფო ინსტიტუტები მზარდად იმართება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ. მათთვის სასურველი რეალობის წარმოსაჩენად ოცნების წევრები და პროპაგანდისტები ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშს იშველიებენ. მოდით ვნახოთ, რა წერია იქ სინამდვილეში. ანგარიში ევროკომისიის მიერ დასპონსორებულ პროექტ ბრიჯგეფის ფარგლებში მომზადდა. კვლევა ევროკავშირის წევრ, კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებში კორუფციის რისკებს აფასებს. ნაშრომი 3 მაისს გამოქვეყნდა. ოცნებას კი რატომღაც ახლა, 7 თვის შემდეგ გაახსენდა და ცდილობს ევროკავშირის შეფასებად წარმოაჩინოს. თუმცა იქ ნათლად წერია, რომ მოსაზრებები ავტორებს ეკუთვნით და ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს. კვლევაში ოლიგარქიზაციაზე მართლაცაა საუბარი, თუმცა ამ ტერმინს იმისგან განსხვავებული გაგება აქვს, რასაც დასავლელი პარტნიორები ჩვენგან ითხოვდნენ. If Georgia Dream they don't understand what does it mean de-oligarchization mentioned in European Commission proposal, I will help them to understand. It means de-byzantinization or Ivanishvilization of Georgia. ანგარიშში ძირითადად ეკონომიკურ განზომილებებზე საუბრობენ და არა წმინდად პოლიტიკურ ოლიგარქიზაციაზე. გარკვეული პროგრესიც ამ მიმართულებით გვაქვს, თუმცა ნაშრომში სიტყვა დეოლიგარქიზაცია საერთოდ არაა ნახსენები. კვლევის შედეგები საქართველოსთვის არც ისეთი შთამბეჭდავია, როგორც მმართველი პარტია წარმოაჩენს. მეტიც, კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოში ოლიგარქიის საფრთხეს ხედავენ. ქვეყანას მილიარდერები თითქმის არ ყავს, მაგრამ ორი ყველაზე მდიდარი ადამიანი იღებს მუშიყის 10%-ზე მეტ შემოსავალს. მათგან ერთ-ერთი მოქმედი მთავრობის პარტიის მთავარი სპონსორია, აღნიშნავენ ისინი. ამ რამდენიმე მაგალითით ნათლად ჩანს, რომ ოცნება და მისი პროპაგანდისტები სრულსურათს გვიმალავენ, ნახევარ სიმართლეს გვეუბნებიან და მანიპულაციურ განცხადებებს ავრცელებენ.